მანქანა დადის. ნიკუშა მაგარი კაცი. ისე მაცვია გეგონება თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი. რეალურად არის მაისი, თქვენ სავარაუდოდ ამ ვიდეოს ივნისში ნახავთ, იმიტომ რომ მანამდე კარგი ვიდეოები გვაქვს გადაღებული, რომლებიც უკვე ნანახი გაქვთ ამ ვიდეოს რო უყურებთ, მაგრამ ეხლა ჯერ ნანახი არ გაქვთ და გიმზადებთ. ხო და ამ ვიდეოების ირგვლივ სულ მიდის საუბარი, რომ ძალიან მაღალი ხარისხია, ყველას ეს ხარისხი მოსწონს გადაღება, მონტაჟი, ასე შემდეგ და ზოგადად გამოვირჩევით, მივედით იქამდე, რომ გამოვირჩევით გადაღების ხარისხით და ვისაც ეს ხარისხი გაინტერესებთ და ვისაც გაინტერესებთ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ეს არის Edmire Production, რომლის Instagram-იც იქნება აღწერაში, Edmire. ეს არის ჩემი კომპანია, მე ვარ რეჟისორი და პროდიუსერი, მაგრამ მყავს ძალიან ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და ასე ვთქვათ, ეს ხარისხი მარტო ჩვენი არ არის და მარტო ჩვენთვის არ არის რა, ამ ხარისხს ვქვნით ჩვენ თქვენთვის და ასევე ნებისმიერი YouTubers, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ესეთი ხარისხის ვიდეო გქონდეს, შეუძლია რომ შეგვეხმიანოს. იმას არ ვაწვევით, რომ აი ჩვენ უნდა გქონდეს ყველაზე მაღალი ხარისხი და ასე არა. ვფიქრობთ, რომ პირიქით YouTube community-ში უნდა ვიმეგობროთ და ერთმანეთს რითიც შეგვიძლია გვერდი დაუდგეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი წელია უკვე სარეკლამო ვიდეო რგოლებს ვაკეთებთ და სარეკლამო კონტენტს და თუ ვინმეს თქვენი კომპანიისთვის ან ისე ზოგადად თქვენი მანქანისთვის ან ნებისმიერ რაღაცისთვის გჭირდებათ ხარისხიანი კონტენტი, შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ Edmire-ზე. ეხლა რაც შეეხება ჩვენი ვიდეოს მთავარ გმირს. ეს ავტომობილი გვათხოვა ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა, ნიკუშამ, რომელმაც მოიყვანა დაქიმწმენდებული, დაპოლირებული სავსე აუზით და მოკლედ გადმოგცა ეს მანქანა და ერთი დღე, სამი დღე, ერთი კვირა, ორი კვირა რამდენი ხანის დაგჭირდებათ და გაგიხარდებათ, იმდენი ხანი ყავდეთ ეს ავტომობილიო, ანუ ძალიან მოსწონს თან ჩვენი ვიდეოები და ჩვენც საკმაოდ სხვადასხვა სიტუაციებში, საკმაოდ ბევრ სიტუაციაში გამოვცადეთ ეს ავტომობილი და ამ ყველაფერს ახლა მოგიყვებით, მაგრამ როდესაც ამ მანქანაზე რაიმე ცუდს ვიტყვი ხოლმე, მინდა გახსოვდეთ, რომ ნიკუშა ძალიან მაგარი კაცია. F85 ძარა X5 და არა F15. მე პირადად F15 უფრო ლოგიკური შენაძენი მგონია ვიდრე F85, მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცია. თუ რატომ მგონია ეს ასე, მაგასაც ცოტა ხანში აგიხსნით. პირველ რიგში მინდა ის ვთქვა, რომ ჩემი აზრით ამ ძარაში, ზოგადად X5 ყველა ძარაში ლამაზია ჩემთვის, მაგრამ ამ ძარაში განსაკუთრებით ლამაზია წინამორბედებთან შედარებით, თორე ამის შემდეგი ძალიან მომწონს და ამ კონკრეტულ თაობაში ვფიქრობ, რომ X6 უფრო კაი ტიპია ვიდრე X5, მიუხედავად იმისა, რომ X5-იც ძალიან მომწონს. ვიზუალურად ძალიან კარგი მანქანაა. მეორე სწრაფი და პერფორმენს SUV-ა, რომელიც არხზე გამოჩნდა, პირველი იყო Stelvio, ისიც იყო თეთრი შავში, ესეც არის თეთრი შავში. ორივე ძალიან ლამაზია, მაგრამ ორივეს აქვს თავისებური განსხვავებული სილამაზე. ვისაც Stelvio-s ვიდეო არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად გადადით, ნახეთ, იმიტომ რომ ის მანქანა ძალიან ბევრ სიტუაციაში გამოვცადეთ, ძალიან ექსტრემალურად, მაგალითად ამით ტრეკზე არ ყოფილვართ, იმითი ტრეკზე ვიყავით. ამითი off-road-ზე, ნუ აი თუ off-road-ად ითვლება, კი ვიყავით. აქ რომ მოვდიოდით ამ მანქანით, გზიდან მოგვიწია გადმოხვევა, ეს მანქანა პატრონს დაწეული ყავს და მიუხედავად იმისა, რომ დაწეულია, ისე უგზოობასაც კარგად გაუმკლავდა. ხო, უგზოობაზე გადმოვიყვანეთ ეს მანქანა. მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცია. როდესაც საუბრობთ M-ზე, რა თქმა უნდა დავიწყოთ საუბარი პერფორმენსით. ამ შემთხვევაში გვაქვს 4.4 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი ძრავა, 2 ტურბინით, რა თქმა უნდა, S63, რომელიც წინამორბედ M-შიც იდო და ნუ აქ ოდნავ უფრო გაუმჯობესებულია რაღაც ხარვეზები, რაც
რამაც მანამდე გამოიჩინა თავი, თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა მოძველებულია უკვე ეს ძრავა. ყველაზე დიდი red flag-ი, ასე ვთქვათ, ამ მანქანის ჩემთვის, ანუ რატომ არ ვიყიდდი ამ მანქანას არის ის, რომ არ მინდა იმაზე ვფიქრობდე, რომ აი ახლა გამიფუჭდება ძრავა, აი ახლა გამიფუჭდება. ეს ავტომობილი, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, არ სჭირდებოდა სერვისი, იყო ყველაფერი კარგად, მაგრამ პატრონმა მაინც თავის დაზღვევის მიზნით ძრავი დაასერვისა და ეხლა არის ყველაფერი იდეალურად ახალივით, ისედაც 80,000 აქ გარბენი ამ ავტომობილს, ბევრი გარბენიც არ აქვს და ზოგადად ეს კონკრეტული მანქანა არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, მოვლილი, შენახული და სტოკებში სწრაფი X5M. ძრავზე მიბმული გვაქვს 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ZF-ი, რომელიც ძალიან სწრაფად თავს სიჩქარეებში, ძალიან სწრაფად რეაგირებს აქსელერატორის სატერფულზე, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს, ასე ვთქვათ, რასაც უნდა აკეთებდეს. ერთადერთი მე პირადად, რაც არ მომწონს, ის არის, რომ თუ არის ავტომატური გადაცემათა კოლოფი, იყოს ავტომატური გადაცემათა კოლოფი. რომ არ იცოდე, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფი აყენია ავტომობილზე, გეგონება რობოტი. სიჩქარეში არ აგდებ, ანუ დრაივში აქრობ და თავისით გადააკ პეში, პარკინგში. აღმართზე, როდესაც გახარ პირველი სიჩქარით, მუხრუს თუ აუშვებ ფეხს, უკან გორდება მანქანა. რაც არ არის ახლა კომფორტული, რა თქმა უნდა, როდესაც იცი, რომ ავტომატური გადაცემათ კოლოფი. F15-ებზე, 3.0 დიზელზე, 3.0 ბენზინზე ძმაკაც აქვს ძალიან საინტერესო ვიდეო, საათიანი ვიდეოა, სადაც დიზელს და ბენზინს ადარებს ერთმანეთს და დეტალურად ხსნის ყველაფერს. ან ვისაც ეს გაინტერესებთ, იცოდეთ, რომ ძმაკაცის არხზე არის ესეთი ვიდეო, რომელიც ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ვიზუალს, აშკარად აგრესიული ტიპია, ესე დაბღვერილი გიყურებს წინიდან, ესეთი წამოწეული ნიკაპი აქვს, ბამპერი, მაგრამ სტანდარტულსაც წააგავს. თუ კარგად დაკვირვებული არ ხარ, ვერ გაარჩევ M-ს და სტანდარტულს და მე ეგ თუ M-ს ვყიდულობ არ მომწონს. აი თუ სტანდარტულს ვყიდულობ, შეპირიქით ალბათ უფრო მომწონს. ანუ გააჩნია რომელ მხარეს დგახარ. ვყიდულობდე M-ს და ვიხდიდე გაცილებით მეტს, ანუ 2 Max ფაქტიურად, სტანდარტულ X-თან შედარებით და თითქმის იგივე ვიზუალი მქონდეს, მე მგონი არ არის სამართლიანი. G80-ში და G82-ში რაც მომწონს, რომ შეხედავ ზუსტად იცი რომელია M-ი და რომელია სტანდარტული, იმიტომ რომ ოპტიკა სხვანაირი აქვს. წინიდან ვიზუალურად საერთოდ სხვადასხვა მანქანაა G80 და G82 სტანდარტულისგან განსხვავებით. ამ შემთხვევაში ეგ არ არის. აი ეს საერთოდ უადგილოა ჩემთვის, სანისლე მაშუქები, ანუ მანქანას აქვს საერთოდ სხვა სტილის ჭრილები აქვს, სხვა სტილის ფორმები აქვს და უცებ ეს ორი ცალი მრგვალი მე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში. ბანძია მოკლედ რა, მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცი. 21-იანი M-ის მსუბუქი დისკები, რომელიც ძალიან უხდება და ამ დისკების შავად შეღება ჩემი აზრით დანაშაულია და ეგრევე უნდა დაიჭირო პატრონი. ეს შავი აქცენტები მთლიანად მანქანას ძალიან უხდება, ანუ გრილი შავად არის, სარკეები შავად არის, ჭრილი ფრთაზე შავად არის და ამაზეა უხდება ეს ყველაფერი და shadow line, რომელიც ამ მოდელებზე სულ ფუჭდება. სულ გადაქერცლილია, სულ გადახეხილია და ამ მანქანაზეც ეგრე იყო და გადაწყვიტეს რომ მე დაეშკურკათ და დაეპოლირებინათ და არ უნდა დაეშკურკათ და პირდაპირ პოლირება უნდა გაეკეთებინათ. საერთოდ ფერი დაკარგა, რაღაც სპილენძის ფერია, რო შეხედავ. მუხრუჭები, კატასტროფა. საერთოდ მანქანა ვერ ჩერდება. ქალაქში ამ მანქანით თუ აჩქარდებით, ჩათვალეთ რომ ან ერთ-ერთი ყველაზე ბანძი მუხრუჭი გაქვთ ქვეყანაში. არა, არა. ამ მანქანით, როდესაც გაზაობ, მუხრუჭი არ გაქვს. და ნელა რო დადიხარ, მაინც არ გაქვს. მაგრამ ლურჯი სუპორტები ძალიან უხდება. მუხრუჭი აქ კატასტროფულად ცუდი, მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცი. ახლა ვართ ისეთ ადგილზე, სადაც არავის არ შევაწუხებთ, არც ქვეითები არ არიან და სხვა მანქანები ძალიან ცოტა და იშვიათად დადის. არ ვაპირებ ძალიან აჩქარებას, უბრალოდ მინდა დავლანჩო, ამისთვის საჭიროა რომ M2-ში გადავიტანოთ, დავაკონფირმოთ, ანუ დავადასტუროთ მუხრუჭი, ბოლომდე გაზი და
მანქანა მართლა მიდის, თუმცა ვერ გრძნობ რომ მიდის. ეფექტი არ აქვს ამ წასვლასთან. უყურებ რომ სიჩქარე ემატება, მიდის, მაგრამ აი ის ეფექტი არ აქვს რომ ცხვირი წამოწიოს და ისე წავიდეს რა. მართვის ამბავში კარგია, უფრო ემოციური ლანჩი, უფრო მომეწონებოდა მე. კარგად მიდის. ან მოსახვევში დგას ძალიან კარგად. ყველაფერი გათიშული მაქვს საერთოდ, აი რაც კი შეიძლება რომ გათიშო ამ მანქანაზე გათიშული მაქვს და მოსახვევში მაინც ძალიან თავდაჯერებულად დგას და ერთი ის მომენტი არ აქვს რომ მოცურდეს, არა, პირიქით. მაგრად მოგყვება ყველაფერში. Ну, რა თქმა უნდა, ამაში ის ეხმარება, რომ გარდა ძრავისა, M დივიზია მიმუშავა X-Drive სისტემაზეც და რაღაც ცოტა ხელები ჩააფათურეს, ანუ M-ტუნდ X-Drive აქვს ამ მანქანას და არა სტანდარტული X-Drive. გეხმარება ისიც, რომ საკმაოდ განიერი საბურავები აყენია. დადის, მანქანა დადის. 21-იანი დისკები, რომელიც ამ მანქანაზე აყენია, სუბუქია და ეს მართვისას კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში მანქანა მაინც მძიმეა. იმდენად ბევრი კომფორტ დეტალი მაქვს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც წონაზე აისახება, წონაზე მოქმედებს. თან ამ მანქანის სწრაფად სიარულში ის არ მომწონს, რომ აქვს ძალიან ცუდი მუხრუჭი. და ამ მანქანის მუხრუჭის იმედი არ უნდა გქონდეს, მაგრამ აჩქარების იმედი სულ უნდა გქონდეს. ეხლა ბევრად უკეთესად წავიდა. სანამ ესე ძალიან დასტრესავ ამ მანქანას, ჯობია რომ პატარ-პატარა 5000-მდე, აი ესე ჩაადგა მომენტებში მეორე სიჩქარე, მესამე სიჩქარე, გაუშვა, ცოტა გაახურო ყველაფერი და მერე დაიწყო უკვე მანქანის დასტრესვა რა. ანუ warm-up-ი გაუკეთო, ბევრად უკეთესად მუშაობს ემი. აი 911-ის შემთხვევაში აი სულ ახალი გამოღვიძებული იყოს, ან დაქოქავ, უბრალოდ ტემპერატურა დადგეს, იმიტომ რომ არ გავაფუჭოთ არაფერი და სიცოცხლე არ მოუსწრაფოთ და დადექი და ზედიზე დასჭირდა ლანჩი, ასივეჯერ ერთნაირად ეფექტური ლანჩი ექნება. იმაზე შევთანხმდეთ, რომ მანქანა ყველა რაკურსიდან ძალიან ლამაზია და მაგას ნუ დაუკარგავთ. ოპტიკა ულამაზესი, ზოგადად უკანა მხარე ძალიან ლამაზი, მე აი ამებს არ გავაშავებდი და დავტოვებდი ქარხნულად წითელს, იმიტომ რომ მაშუკის ქვემოთ უხდება, პულტით ვაღებთ საბარგულს, როგორც X5 ჩვევია ყველა თაობაში, ესე ორ ნაწილად იღება საბარგული, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკულია ტვირთის დასადებად და გადმოსაღებად. ეს რა არის? აი, ემის საბარგულში რას შეიძლება რომ წააწყდე. ასევე კიდე რას შეიძლება რომ წააწყდე. ესენი ჩვენ მართლა არ ჩაგვიდია ჩვენ, აგერ ფასებიც კი აკრია, ჩვენ რომ მოგვაქვს იმას ფასები არ აკრია, იმიტომ რომ მაღაზიიდან არ მოგვაქვს, ესენი და ამ მანქანის პატრონს ნიკუშას ძალიან უყვარს არომატიზატორები და აი აქ რამდენი გამოყენებული არეონები აქვს, ნახეთ. აჰა. და ეს არის კიდევ ეს ჩვენ ჩავდეთ. მოდი, სიმართლე ვთქვათ რა. ეს არის ტორპედოს საწმენდი სველის ხელსახოცები, რომელიც აპრიალებს და შავფერს ძალიან ალამაზებს და პოლირების ეფექტს აძლევს, ქიმწმენდის ეფექტს აძლევს, მოკლედ ეს კაია. ამას რომ წაусმევთ ხოლმე, მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც დავამუღამე, ამას რომ წაусმევ კარგად, მერე მშრალი ტილოთი უნდა გადაანაწილო და იდეალურად ჯდება. ამას ხურავთ ხელით, არ არის ავტომატური და აი რატო არ არის, ანუ ხო შეიძლება რომ აი X5 2015 წელია ცენტრიდან გამოიყვანე X5 და ეს უნდა გააღო ხელით. ოკეი, მაინც კაი, ეს მომწონს, პრაქტიკულია, აქ ოპერატორი ჩასვი, ეს დატოვე ღია და გადაიღე რაც გინდა, კაია. ტევადია, კარგია, პატარ-პატარა რაღაცეები აქვს იმისთვის, რომ ტვირთი დავაბათ, დავაფიქსიროთ ერთ ადგილას, პატარა პრაქტიკული დეტალები არის, რომელიც გეხმარება, რომ აი ნივთებმა აქეთ-იქეთ არ იფრინოს, მოკლედ. ეს გამოვწიოთ, აჰა. კარგი. ემია და პრაქტიკულობას ცოტა ხანი კი არა, პრაქტიკულობას ეყოფა ის, რაც ვილაპარაკეთ.
აყენია სპეისერები დისკებზე და ძალიან უხდება, ვფიქრობ რომ ყველას უნდა იყენოს სპეისერები, იმიტომ რომ ზუსტად უტოლდება შემდეგ ფრთას, აი ამ პატარა გადმოწეულ დეტალს და ძალიან ლამაზია და აი მაგარ ვიძედგება რა. თან ხდებით ეს რაღაცაზე, ვიზუალურად ძალიან ეფექტური და ლამაზი მანქანაა, მაგრამ ხარისხთან მაქვს შეკითხვები და პირველ რიგში ძრავი ფუჭებადი და ტვინს ბურღავს, ინტერიერის ხარისხიც აი არ ვიცი. ემის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ სავარძლები არის ძალიან მაგარი და ძალიან კარგად ძიხარ, აი მეორე. აი აქ თიც რო გამოვაყოლებ. არ ვიცი კამერაში რამდენად აღიქმება. მაგრამ აი სულ ეს ტალღებს იკეთებს. ცოტა უკეთესი წებობა ერიხმარეს ბავარიაში, მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცი. ძალიან მომწონს საჭე. ვიზუალი ძალიან მომწონს, მაგრამ ვიზუალის გარდა, ანუ როდესაც ვამბობ რომ საჭე ძალიან მომწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელში კარგად ზის საჭე, დიამეტრი კარგი აქვს, სისქეც ესე კარგი აქვს, მატერიალი კარგი აქვს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მართვაზე აისახება. ანუ რამდენად კარგად გიჭირავს საჭე ხელში, რა თქმა უნდა, ეს რაღაც დოზით მართვაზეც აისახება. აქ გვაქვს ორი ღილაკი, M1 და M2, რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავაკონფიგოთ, ასე ვთქვათ, ანუ ავარჩიოთ M1-ზე რა მოხდება, როდესაც დავაწვევით, M2-ზე რა მოხდება, როდესაც დავაწვევით. ინტერიერის განათება ambient lighting-ს, რასაც ვეძახით, რომელიც იწყება უკანა სავარძლიდან და ბოლომდე ესე გადის და იქეთ უკანა სავარძელზე მთავრდება, ამ მანქანაში ანათებს ძალიან კარგად. ახალი რაც გვაქვს ამ თაობაში, ღილაკი, ახალი ღილაკი, რაც მანამდე არ ჰქონდა, არის ესეთი ავტომობილი ახატია და უსაფრთხოების სისტემები იმართება აქედან. მე ვფიქრობ, ეგ უსაფრთხოების სისტემები M-ში საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ სულ ხულიგნურად დადიხარ, როდესაც M-ი ყავს, როდესაც ხულიგნურად დაიწყებს სიარულს, ხელსაც კი შეგიშლის, აქ უადგილოა ეგ ჩემი აზრით. მომწონს კარბონი, რომელიც გამოყენებულია კარზე და წინ, უკანა კარზეც არის ორივეზე გამოყენებული და არის მანქანები, სადაც მარტო აი აქ თავრდება და უკან ბოჟმოტილია ხოლმე და ეს ამას ხაზი უნდა გაუსვათ, ალფაში სხვათა შორის უკანაც იყო. Bang & Olufsenis ძალიან მაგარი აუდიო სისტემა მაქვს, ძალიან მაგარი ჟღერადობა მოდის და კარგ მანქანაში ვზივარ. და სავარძლის მემორები მაქვს, ორი მემორი აქვს სავარძლის, როგორც წესი, სამი მემორი აქვს, ამას აქვს ორი, G82-საც ორი ქონდა და არ ვიცი რატო, ანუ იქნებ გინდა რომ მეუღლესაც ათხოვო და ძმაკაცსაც ათხოვო, მაგრამ იმის შემთხვევაში მარტო ძმაკაც უნდა ათხოვო, იმიტომ რომ შენ კუბოს ძმაკაცები წაიღებენ, როდესაც მოკვდები და არა ქალები. საბოლოო ჯამში ზუსტად ვიცი რომ ბევრი რაღაცა ამ ვიდეოში ვერ ჩაეტევა და რაღაცეები უთქმელი დარჩა, მაგრამ საბოლოო ჯამში მანქანა მართლა ძალიან კარგი. უბრალოდ მე მაქვს მაინც ის მიდგომა, რომ როდესაც ვიხდი მანქანაში დიდ თანხას, თუნდაც $40,000, ხო? არ არის რაღაც $5,000 და $6,000 ავტომობილი არ არის. არ მინდა იმაზე ვფიქრობდე, აუ როდის დაერხევა, აუ ეხლა გაფუჭდება. ეს მომენტი არ მინდა რომ მქონდეს. მაგრამ სულ თავიდან რომ დავიწყოთ, მე საერთოდ ვერ ხვდები პერფორმენსი და SUV ერთად რატო. მოდი, X5 იყოს F15 დიზელი, ლამაზი, M პაკეტი ქარხნული, ყველაფერი ლამაზად გამოიყურება, კომფორტულია, ცოტა სწავს, შვენიერია საქმეებზე სარბენა და აქეთ იყოს რამე სპორტული ავტომობილი, M4, M3. ჩემი აზრით ესეთი ავტომობილები მივიღეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა დაახლოებით 2000-იან წლებში ამ სტილის მანქანებზე. ან ყველას უნდოდა SUV. არავინ აღარ ყიდულობდა უკვე საოჯახოდ უნივერსალებს, ყველას უნდოდა უფრო მაღალი გამავლობა, ცოტა მაღალზე ჯდომა, მინიმალური დაბრკოლებების მაინც გადალახვა და ასე შემდეგ და უკვე შემდეგ ეს ყველაფერი დაახლოებით 10 წლის მერე აისახა იმაზე, რომ მივიღეთ X5 M-ი, მივიღეთ ML63 და Porsche-მ დაიწყო Cayenne, ანუ პირველი ესეთი სპორტ SUV ალბათ Cayenne Turbo იყო, ხო? დღეს უკვე Aston Martin-ის, Ferrari-ის, Lamborghini-ის SUV-ები ყავს. ანუ აქამდე მივედით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ამ სტილის მანქანებზე და ყველას უნდა ეს სტილის მანქანა საბოლოო ჯამში. ამ მანქანით დავჩქარდით, რა თქმა უნდა, გავზომეთ 0-100, ძალიან სასიამოვნო შედეგი მივიღეთ და მოდი ახლა თქვენც ნახეთ ეს ყველაფერი. კონდიციონერი ჩართული გვაქვს, არ გვაინტერესებს. მოდი ბარემ ვილანჩებით და ესე გავაკეთოთ. გამოვიტანოთ sport display-ს, არ ვიცი, რაში გვჭირდება, მაგრამ გამოვიტანოთ. Okay, X5M, F85 გვისხია საწვავი სუპერი.
ყველაფერი გათიშული გვაქვს თუ რამე ეთიშება, რა თქმა უნდა, M-mode-ში ვართ. ბოლომდე ვაწვევით მუხრუჭს, შემდეგ გაზი, გააქტიურდება ლანჩი და წავალთ. ვა, არ გააქტიურა. ოკეი. პირველში გადავიტანეთ. გააქტიურა. ძალიან ცუდ ზედაპირზე ვჩქარდები, ძალიან ცუდ ზედაპირზე და მაინც ძალიან მაგრად წავიდა. ეხლა ზუსტად არ მილებს ვუყურებდი კილომეტრებისთვის არ შემიხედავს, არ ვიცი 200-მდე ავჩქარდით თუ არა. რაც თავარია, ისეთ გზაზე ვართ, სადაც საფრთხეს არავის არ ვუქმნით საერთოდ და ვართ მხოლოდ ჩვენ. მოკლედ, აჩქარდა 4.54-ში. ძალიან ცუდი ლანჩი იყო, ცუდ ზედაპირზე ვიდექით, ასფალტი არის დაღეჭილი აქ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი შედეგია. ანუ მე მგონი ამართლებს ეს მანქანა იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სტოკი X5M-ია F85 ძარაში საქართველოში. მე მგონი უკეთესად წავედი. 4 და 3. 4 და 3-ში ავჩქარდით. ანუ უკეთესი ადგილიდან დავისტარტეთ, კარგია, მართლა უკეთესად წავედით. უბრალოდ ადგილი შევცვალე და უკეთესად წავიდა. ეს მანქანა თავის ციფრს დაწერს. 4 და 2-ში უეჭველი აჩქარდება. ეს იმდენად ცუდი გზაა, რომ უკვე მგონია, რომ 4 და 2-ზე ნაკლებშიც აჩქარდება. ოთხ 31-ში ავჩქარდით, ანუ 4.3 ავჩქარდით, რაც არის 1/100-ით უფრო ნელი, ვიდრე ქარხნულად უწერია ამ ავტომობილს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დრო ვაჩვენეთ. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დროით, იმიტომ რომ ძალიან რთულია ყოველთვის აჩვენო ის დრო, რაც ქარხნულად უწერია მწარმოებელს. მაგრამ ეს იყო ძალიან ახლოს, ძალიან ახლოს ქარხნულთან და ძალიან მაგარი შედეგია. 911 ტურბოესი და ტაიკან ტურბოესი ვერ აჩქარდა, ესე ახლოს ქარხნულ ციფრებთან. დაუბრუნდეთ განხილვას. რა ვიცი? ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია და ესეთი ტიპია. ძალიან ლამაზი ქალი რო აიღო და რაღაც სიგიჟეები ახასიათებს, მაგრამ პატიობ იმ სიგიჟეებს. არა იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, არამედ იმიტომ რომ შენ გიყვარს ძალიან. ან ძმაკაცი. ან ძმაკაცი, რომელსაც რაღაცეები ახასიათებს, ცოტა ისეთი თვისებები, რაც შენთვის შეიძლება მიუღებელია, მაგრამ პატიობ რა. იმიტომ არა რომ სიმპათიურია, იმიტომ რომ ერთგული და ისეთი ჯიგარია რა. ეგეთი მანქანაა. შეიძლება ესე დგომისგან გაფუჭდეს, მაგრამ რაღაც გასაჭირში არ მიგატოვებს. ყოველ შემთხვევაში რაც მე ისტორიები მსმენია და შეხება მქონია ამ ბრენდთან ეგრე. მომწონს, საბოლოო ჯამში უფრო მეტად მომწონს, ვიდრე არ მომწონს. ასე ვთქვათ, იმ მინუსებს და იმ ნეგატიურ მხარეს პატიობთ, თვალს ხუჭავთ. როგორ შეიძლება ეს არ მოგწონდეს, შეხედეთ რა კარგვიძია. მაგრამ მაინც აი 8 ცილინდრი დევს, ხო? ხმით ალფა რომეო ჯობია, რომელშიც 6 ცილინდრია. AMG-ს 4-0 ძრავი. ბევრად ჯობია. ანუ დააგვიანდა BMW-ს ამ F85-ში დააგვიანდა რაღაცეები. როდესაც უკვე 4-0 Mercedes-ებში არსებობდა, 5-5-დან გადავიდნენ 4-0-ზე, ხო შეეძლოთ ამათაც რაღაცა ახალი ძრავი შემოეთავაზებინათ, მაგრამ არა. 6 ცილინდრიც რომ ჩაედოთ, უფრო მსუბუქი გახდებოდა მანქანა და უფრო კარგი იქნებოდა სამართავად. არც იმას ვამბობ, რომ ახლა ცუდია მანევრში, მაგრამ უფრო მეტი სპორტულობა მინდა. ეს მასა მაინც თავისას შვება. M, როდესაც ვფიქრობ M-ზე, როდესაც მისმის M წარმომიდგება მაინც ის მოდელები, რომელიც წარმოებულია მაშინ, როდესაც M დივიზიაში ტიპები კოკაინზე ისხდნენ. E92 8 ცილინდრი მექანიკა.
ამ ჩემთვის ეს ემი არ არის, ეს არის ჩემთვის სპორტული SUV. დღევანდელმა დღემ, დღევანდელმა რეალობამ და დღევანდელი მომხმარებლების მოთხოვნებმა მოგცა და გააჩინა მსოფლიოში X5M, X3M, X6, X4 და ასე შემდეგ. მე მოდი აქ დავამთავრებ ამ ავტომობილზე მოყოლას. დანარჩენს უკვე შემდეგი ემების ვიდეოებში გავაგრძელებ. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გამოიწერეთ არხი და გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ, ძალიან ბევრი დღე ვიღებდით ამ ვიდეოს და რითიც შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი დააფასოთ, არის ლაიქი. შევხვდებით ძალიან მალე შემდეგ ვიდეოში. აბა როხ ჩამიყვანე თბილისამდე. BM-ის მულტიმედია ვისთვისაც ოკეი, ის კაროჩი გავთიშავა. ვაჰ. ნუ, როდესაც საუბრობთ M-ზე, X-ის, როდესაც გამოვიდა, ანუ თუ არ შეხედეს ის სწრაფეს, ვერ ხვდები რამდენად სწრაფად მიდიხარ. კუბო არის ესა, კუბო, არ იტყობს ჯიგარეს. სტანდარტულს F15 ქვია და M-ს F85. რა შეკეთებაში?